ანტიქრისტეს ბეჭდები, ბეჭედი კი არა, ბეჭდები. ადამიანები ფიქრობენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება ერთი და სინამდვილეში ანტიქრისტეს ბეჭდებია ბევრი. რაც უფრო მეტი ანტიქრისტეს ბეჭედი ექნება ადამიანს, მით უფრო გაუჭირდება უფლის სახლში გადასვლა. ბოლო ჟამის დროს განსაკუთრებით გაუჭირდება გადარჩენა, რადგან ეს პირდაპირ კავშირში იქნება გადარჩენასთან. კარგი, რამდენიმე ძირითადი ბეჭდით დავიწყებ, თუმცა ეს ბეჭდები არის უთვალავი, მაგრამ არის ძირითადი ბეჭდები. მეცნიერება გამოაცხადეს და ორ თვეში იწყება ადამიანზე ცდების ჩატარება ოფიციალურად. ადამიანის დაბერებას აჩერებენ. გენეტიკურად ხდება მოდიფიცირება ადამიანის და დაბერების ნაცვლად დაიწყებს გაახალგაზრდავებას. მაგრამ ამის უკან რა დგას და ესეთი რაღაცეების უკან რა დგას სინამდვილეში. ეხლა კითხვა დასვით, რამდენი ადამიანი დათანხმდება იმას, რომ არ დაბერდეს, რომ იცხოვროს უსასრულოდ დედამიწაზე. დიდი ალბათობით 99% ან 95%. ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ, გიორგი, რა პრობლემაა, უკვდავი თუ გავხდი, თუ არ დავბერდი? ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემა იმაში არის, რომ შენ არ ხარ დედამიწის მოქალაქე. შენი ნამდვილი სახლი არის ზემოთ და შენ თუ აქ ჩარჩი დედამიწაზე, მაშინ შენ აცდი ღვთიურ გზას, გეგმას, შენი სულის გზას, მიზანს და ყველაფერს წახნაგობრივად აგიხსნი. ადამიანში შეიძლება შეიცვალოს ყველა მონაცემი. შეიძლება ადამიანი გახადო გულცივი, გულგრილი, უემოციო, ფსიქოპატი. როდესაც გაახალგაზრდების ტექნოლოგიას ჩაიტარებს ადამიანი, იქ იქნება კვანძი, სადაც იქნება მომენტი, რომ დაექვემდებარო ბნელს, გაითიშოს შენში ღმერთის ხმა, მაგალითად დაგიპატარავდეს ჰიპოფიზი, რომ სულელი იყო ცოტა, რომ დაქვემდებარებადი იყო. მოკლედ, რა ოფციებსაც უნდათ, იმ ოფციებს დაგიყენებენ თავში და როგორც კი შენ გაახალგაზრდავების პროცედურას ჩაიტარებ, შენ აღარ იქნები, გადაპროგრამირდები და ამდენი ხანი თქვენი აზრით ესენი რას ცდილობენ? ადამიანების მართვას როგორც ცხრების და გენეტიკურ დონეზე თუ მიცემ დაშვებას და უფლებას, რომ ეს გააკეთოს, გააკეთებს. დასაბამიდან ამათი მიზანი არის, რომ თქვენ გმართონ როგორც ცხრები. ეს არის ამათი მიზანი. ამიტომაც 95% პირველი გავარდება, რადგან ამდენი ხანი გაჩვევდნენ გარეგნობა, სილამაზე, ფიზიკური, ესაა მთავარი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამას გიდებდნენ ტვინში და დღეს ადამიანს ღმერთი აღარ ახსოვს. ადამიანები მეკითხებიან, სერიოზულად მეკითხებიან თან. გიორგი, შენი ცოდნა საიდან მოდის? სულიერი ადამიანი მეკითხება ამას. საიდან მოდის და ტრაპიზონიდან გადმოვიდა საზღვარზე. საიდან უნდა მოვიდეს? ღმერთიდან მოდის. მომწერს მეორე ნუმეროლოგიაზე ან ბედის მატრიცაზე რას ფიქრობ და ეკითხება ბედის მატრიცას რაღაცას. რას უნდა ფიქრობდე, კაცო, მე ღმერთს ვეკითხები. რა ბედის მატრიცა და რა ნუმეროლოგია. ხალხს დაავიწყდა ღმერთი, ესმე და გადართული ამ რაღაც ფიზიკურ მდგომარეობებში. ამიტომ ვინც დათანხმდება გაახალგაზრდავებას, ის დაიდებს ანტიქრისტეს ბეჭედს. ამ აცრაში იქნება კონკრეტული პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც ჰიპოფიზი გეთიშება, ვეღარც იაზროვნებ, ისე როგორც საჭიროა ღვთიურობაში, ღმერთთან კავშირს პირდაპირ გაწყვიტავ. რატომ არის, რომ მეორედ მოსვლის დროს რომ ბეჭედს აიღებს ადამიანიო, მისი საქმე არის დამთავრებული, ანუ აღარაფერი აღარ ეშველებაო. აღარაფერი აღარ გეშველება, გენეტიკურად თუ გადააპროგრამირებირებ შენ თავს. შენ თუ ნეიროლინკს ჩაიდებ, აღარაფერი აღარ გეშველება, მორჩა, გადაგიპროგრამა ტვინი, მორჩა, დამთავრდა, არის რაღაც, რაც არ უნდა გააკეთო ამ სამყაროში და მივალ მაქამდე. და ნახეთ, ომებს ხელოვნურად ხომ წოვენ თითიდან. ომებს რომ წამოიწყებენ, გაჭირვება, ვირუსები და ეს ყველაფერი რომ წამოვა, ერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა. წარმოიდგინე, გაიარე დიდი ბრძოლები, ვირუსები, ეს აცრები, ეს ყველაფერი და მოდის და გეუბნება, იცით რა, ჩვენ აღმოვაჩინეთ გაახალგაზრდავების ელექსირი და აიცერი და ახალგაზრდა გახდები და შენი ცხოვრება შეიცვლება. რის ფონზე სთავაზობს. ადამიანი, რომლებმაც გაიარეს ტკივილი, ჯანმრთელობის პრობლემები, ეს სირთულეები, ომიანობა, ეს მეორედ მოსვლის პერიოდი, სადაც წინასწარმეტყველებაში ნათქვამი არის, რომ იქნება გლოვა და შემდეგ ვითომ დამშვიდდება სიტუაცია 3 წელნახევარი. აი ეს 3 წელნახევარი, რომელიც ვითომ დამშვიდდება სიტუაცია, სწორედ ამ დროს მოხდება მსგავსი ბეჭდების დადება ადამიანებზე. ნეიროლინკი, აცრები, გენეტიკურად შეცვლის გაახალგაზრდავების პროცედურები და ყველა ამ ბეჭდების დადება მოხდება ადამიანებზე, სხვადასხვა ბეჭდების. იმიტომ რომ ჯერ უნდა შეგიქმნას პრობლემა სერიოზული, ომიანობა, შიმშილი და ეს ყველაფერი, რომ დათანხმდეს შემდეგ ამ შემოთავაზებას. ამ შემოთავაზებას ისედაც დათანხმდები, ომიც რომ არ იყოს, მაგრამ ყველა რომ დათანხმდეს განურჩევლად, რაოდენობაში რომ შემოკრიბო,
თვითონ ამისთვის იწყებენ ომებს, ამისთვის ცდილობენ არეონ ყველაფერი და შიმშილობა წამოიწყონ და 1000 პროცედურები აქვს დაწყებული. ერთი მთავარი ბეჭედი ეს იქნება უკვდავების შეთავაზება. მეორე მთავარი ბეჭედი ნეიროლინკი, თავში ჩიპი. ყველა ისაუბრებს ჭკვიანურად, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ყველა იქნება მონა, მეცხრე მონის მონა. როგორც დღეს არიან ChatGPT-ის მონები. ხო, ChatGPT-ის მონობაა. შენ რომ ChatGPT-ში რაღაცას ჩაწერ და მერე გამოაქვეყნებ სტატიას. ანუ შენ იქ არაფერი არ გაგიკეთებია, არც გიაზროვნია და სადღაც 5-10 წელში შენგან არაფერი აღარ დარჩება. პიროვნული, აზრობრივი, ღვთიური, გენიალური. შენ ღმერთს კი არ უკავშირდები. აზრები რომ მკითხო გულში, თუნდაც ჩემსავით. შენ უკავშირდები ChatGPT-ს, რომელიც რეგულარულად ხალხს ტაროს ასწავლის, შავმაგიურ რიტუალებს ურჩევს. მიწერს ადამიანის სულიერებაში მირჩიე როგორ გავჯანსაღდე და უწერს რომელიღაცა დემონური ქალღმერთის რიტუალს და ესეც აკეთებს. იცით რამდენი მოვიდა მასეთი? ძალიან ბევრი. იესოს კი არ ურჩევს, შავმაგიურ რიტუალებს ურჩევს და თქვენ ეს დამთხვევა იქნება. ადამიანი კონკრეტულად ეუბნება სულიერება მინდა გავაძლიერო და შავი მაგია კი არა, სულიერება და ის ურჩევს კოშმარულ რიტუალებს თავისი ყველა პროცედურით. ხელოვნური ინტელექტი ცალკე კიდევ თავარი ანტიქრისტეს ბეჭედია. ნეიროლინკი ასევე თავარი ანტიქრისტეს ბეჭედია. ადამიანები ერთმანეთთან დაიწყებენ ლაპარაკს როგორც რობოტები. ორი ტელეფონი რომ ავიღოთ და ორივეში ხელოვნური ინტელექტი რომ იყოს ჩაყენებული, ერთმანეთს რომ ვალაპარაკოთ. ხო ხდება ესეთი რაღაც, რომ ერთს ჩავრთავთ, ლაპარაკს იწყებს და ერთმანეთში ლაპარაკს იწყებენ. თქვენ სწორედ ესე გადაიქცევით. რა აზრი აქვს ესე ილაპარაკებს თუ შენი პირით ალაპარაკებს, ერთი და იგივეს აკეთებ. ერთი ეკითხება ChatGPT-ს, გამოხატავს თავის აზრს, ნეიროლინკით თავშივე, მეორე ეკითხება ChatGPT-ს და გამოხატავს თავის აზრს ლაივში. ფაქტობრივად ChatGPT-ები ლაპარაკობენ. ესე გამოდის. ნახეთ, ნეიროლინკს რო ჩაუდებენ ადამიანს თავში, ადამიანი ლაივშივე უპასუხებს ჭკვიანურად. მაგრამ ეს პასუხი არ იქნება ადამიანის. ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის. და მაშინ რა აზრი აქვს ხელოვნური ინტელექტის ჩადებას, თუ მაინც ChatGPT-ები ერთმანეთთან ლაპარაკობენ ნეიროლინკის დახმარებით ადამიანების შედეგად. გესმით? ორი ადამიანი ერთმანეთთან დგას და ადამიანები კი არ ელაპარაკებიან, ChatGPT ელაპარაკება მეორე ChatGPT-ს. რადგან ორივეს ნეიროლინკი აქვს თავში და ამ ადამიანების ნაცვლად ნეიროლინკები ლაპარაკობენ ერთმანეთში, ეს ელოდებათ ადამიანებს. ეს ცალკე ანტიქრისტეს ბეჭედია. რა თქმა უნდა, იქ უკვე თლიან თქვენს ბიოქიმიას გააკონტროლებს, თქვენს აზრებს გააკონტროლებს, რა იყიდო, რა შეჭამო, რა მოგეწონოს, პირდაპირ გააკონტროლებს ამ ყველაფერს. ოღონდ ისე იზამს ამას, ვერ შენ დაამტკიცებ ამას და ვერავინ. დაუმტკიცებელი ბოროტებაა. მაგრამ ეხლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ChatGPT არ უნდა ისწავლო და ფანატიკურ რაღაცას კი არ გეუბნები. შენ ChatGPT უნდა ისწავლო და ტექნოლოგია უნდა აითვისო, მაგრამ ChatGPT-ს არ უნდა ელაპარაკო. ირადულები, ეს კითხვები, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის შენ გწავლობს. მე ChatGPT ერთხელ დავაყენე წლების წინ, ერთი კითხვა რომ დავუსვი, პასუხი რომ გამცა, ყველაფერს მივხვდი რომ შემისწავლი და ისე, რომ ყველაფერი შეეძლო მერე გაეკეთებინა ჩემზე. ის ინახავს ჩვენს ყველა ინფორმაციას და თქვენ ყველაფერში ეკითხებით მას ყველგან და ყველანაირად და ის თქვენ გიცნობთ ზეპირად, რომ გადაუბრუნდეს ტვინი და იზამს ამას. ისე გმართავს, რომ შენ თავადაც ვერ მიხვდები, იმიტომ რომ ზეპირად გიცნობს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ნახე, ნეიროლინკიც რომ არ ჩაიდო თავში, ChatGPT უკვე თავში გიდევს. ამაშია ამბავი. ChatGPT-ს რომ იყენებ პირადი მოხმარებისთვის და გამუდმებით ელაპარაკები და შეისწავლა შენი კონკრეტული ფსიქოლოგია და გელაპარაკება და თან გირჩევს სიმახინჯეებს. ეკითხების სულიერებაზე გირჩევს, ადი ეს რიტუალი გააკეთე, ის რიტუალი გააკეთე. იესოს კი არ გირჩევს. ხალხო, ეს ხდება, ვერ ხვდებით? რა მოხდა ეხლა საფეხბურთო მოედანზე? იესოს საერთო გამოსახულება შექმნეს და მე მგონი 80,000 ევროთი დააჯარიმა UEFA-მ და სატანის გამოსახულებებს ქმნიან და არავინ არ აჯარიმებს და იესოს გამოსახულებაზე დააჯარიმეს. ვერ ხვდებით რა ხდება? დაფიქრდით რა ხდება? ვისაც ეს ძალაუფლებები აქვს, ფეხბურთი იქნება, ის იქნება თუ ეს იქნება, ყველა არის ბნელში. ამათი ტექნოლოგიებია ეს. ამიტომაც ურჩევს ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული ვითომ ბჭყალებში ქალღმერთების რიტუალებს. ხელოვნური ინტელექტი ეხლა რას იზამს? ის ჩაგინერგავს იდეებს, გაგხდის დაქვემდებარებაც, აცრებშიც ამას აკეთებენ, წახნაგობრივად გადებენ ბეჭდებს. გესმით? საკვებიდან, ნეიროლინკიდან, გაახალგაზრდავების პროცედურიდან, რომელსაც გეგმავენ ეხლა გენეტიკურად, ისე ChatGPT-დან, რომელიც გიყენია ტელეფონში. ბეჭდებია ეს ყველაფერი და ასევე ფული. ქალს ვეუბნები, დაგლოცოს უფალმა, ჯანმრთელობა მოგცეს თქო. და რას მე
მეუბნება იცი, არ მინდა ჯანმრთელობა ფული მირჩევნიაო, ფული მისურვეო და ვეუბნები არ ვიცი ფულზე მეთქი. ჯანმრთელობას გისურვებთ თქო. და მეორეჯერ გამიმეორა, დამიზუსტა, ჩამიკორექტირა. ფული მინდაო, არ მინდა ჯანმრთელობაო. და ორი ქალიშვილი გვერდით ყავდა და ნორმალურად ქონდა ყველაფერი, არც ფსიქიური პრობლემა ქონდა, არაფერი, მაგრამ რა მიპასუხა? რატომ მიპასუხა ეს? იმიტომ რომ მას მამონის, ფულის ანტიქრისტეს ბეჭედი უკვე ადევს. შენ რომ ფულის გამო ყველაფერს კადრულობ, სულს ყიდი, ადამიანს ცუდს უკეთებ, ამას უკეთებ, შენ უკვე ანტიქრისტეს ბეჭედი გადევს. დათვალეთ ეხლა რამდენი ანტიქრისტეს ბეჭედი ადევს ადამიანს? მინიმუმ. ფული, ნეიროლინკი, ხელოვნური ინტელექტი, გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელსაც გეგმავენ უკვე გახსნეს. ვითომ ეხლაო ადამიანზე უნდა ჩავატაროთ გამოცდაო და მასეთი კოლოსალური ექსპერიმენტები უკვე ჩატარებულია ათასობით ადამიანზე მიწის ქვეშეთში. უკვე შემოწმებულია, მაგრამ ეხლა ხო არ იტყვის რომ იცი რა მე ათასობით ადამიანი გავწირე ექსპერიმენტები ვაკეთე და უკვე გამომივიდაო. ამიტომ მასეთი ექსპერიმენტები ყოველთვის გარანტირებულად წარმატებით ხდება, იმიტომ რომ მასეთი ექსპერიმენტის ჩაგდება არ შეიძლება. რომ არ გამოვიდეს ადამიანები აღარ ენდობიან. ნეიროლინკზეც თქვენი აზრით ნეიროლინკი რომ ჩაუდეს ვიღაც ადამიანს, მაგამდე ასობით ადამიანი მასკმა არ დახოცა? მიწის ქვეშეთში, ლაბორატორიებში, რა თქმა უნდა. აბა ეხლა ამ ხელა პროექტს რომ აკეთებ და პირველივე ჩადებაზე ადამიანს რამე დაემართოს, დაიხურა პროექტი, მიხვდით? ესეც ანტიქრისტეს ბეჭდებია და უამრავი ტონობით ანტიქრისტეს ბეჭდებია, რომელიც უკვე გადევთ და თქვენ დარბი ხართ აქეთ-იქეთ და ფიქრობთ, ვაიმე არ დამერტყას ანტიქრისტეს ბეჭედი ხელზე, პასპორტში, მასპორტში და სადაც გაშინებენ იქ კი არ არის. ანტიქრისტეს ბეჭდები არის ბევრი, რაოდენობაშია. გააცნობიერეთ ეს. აბა ერთი რომ იყოს, აიცილებ თავიდან მაგას და მარტივია, ვერ ხვდებით მაგას? ერთის აცილება არის მარტივი. ბევრია რომ ვერ აიცილო. მაგალითად ილონ მასკს ეტყვის იაპონია. მასკ გირიცხავ რამდენიმე მილიარდს და ჩემს ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც ჩიპები აქვს თავში, დაქვემდებარებადი გახადე მოთმენაზე, მეტად მომთმენი იყვნენ, მეტად გათიშული იყვნენ, აირჩიონ ესა და ეს პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. და ადამიანი ისე გააკეთებს არჩევანს, თავადაც ვერ მიხვდება, ისე მოეწონება ნაძირალა, ისე მოეწონება ანტიქრისტე, თავად ანტიქრისტე, ისე მოეწონება, თავადაც ვერ მიხვდება ამას. საერთოდ კრიტიკული აზროვნება გაეთიშება, ან დიაპაზონი ექნება დაწეული კრიტიკულ აზროვნებას, რომ ადამიანმა ვერ შეეწინააღმდეგოს ბოროტის აზრებს და ჩვეულებრივად მართვისთვის, ტოტალური მართვისთვის. ეხლა შემოდის ელექტრონული ფული. ეხლა ხალხი ვერ იგებს რა არის ელექტრონული ფული. ელექტრონულ ფულში შენ ისე გაგიძვირებენ პროდუქტს, რომ მონამდე დაგიყვანენ და ამიტომ ეს ბეჭდები უკვე გადევთ თქვენ. ვინც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, პირადი მოხმარებისთვის ეკითხება სულიერი საკითხებს და ესეთ რაღაცებს. შენ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენე ტექნიკურ საკითხებში და ისიც ცალკე გაჯეჯზე დააყენე პირად მონაცემებზე, ნუ მიაცემინებ წლომას, შენს პირადულებზე ნუ კითხავ და ის ყველაფერს ინახავს და იმახსოვრებს. შენს შესახებ, შენი ცნობიერის ასლს აკეთებს და მერე ამას შენს წინააღმდეგ იყენებს. ამიტომ ადამიანებს ბევრი ბეჭედი ადევთ უკვე და ყველა ელოდება ერთ ბეჭედს. ბეჭდები არის ტონობით, რომ ვერ აიცილო. როგორც ეხლა ტყვია ესროლო. ერთ ტყვიას ბოლო-ბოლო აიცილებს ადამიანი, რომ იცის საიდან მოდის ეს ტყვია და აბა ტყვის წვიმა აიცილე. ამაშია მთელი აზრი. ანტიქრისტეს ბეჭედი არის ასობით და ძირითადი ათობით. ნეიროლინკი, ხელოვნური ინტელექტი, ფული, აცრები და ყველა ეს მომენტები, რაც აღწერე. ეხლა იტყვიან, ხელოვნურ ინტელექტს გააკონტროლებენ, ნეიროლინკს გააკონტროლებენ, იქ საერთაშორისო საზოგადოება იქნება, რომელიც შეამოწმებს, რამეს ხომ არ აშავებს, იქ გენეტიკურად თუ ადამიანი განახლდება და გაახალგაზრდავდება, შეამოწმებენ. ჩვენ შეგვიმოწმებენ ყველაფერს, ესი არ გავწირავენ, უპატრონო ხო არ არის სოფლიო, ყველა არის შეთანხმებული. ვერ ხვდებით ამას? ჯერ აქედან დავიწყოთ და მერე მეორე. ნეიროლინკი არის პირადი კორპორაციის პირადი საკუთრება, რომლის ინფორმაციული გახსნა არ შეიძლება. დახურულია, მაგრამ მაგაც რომ თავი დაანებო, ის არის გამომგონებელი და მარტო მან იცის, როგორ მუშაობს ის და როგორ უნდა გაშიფროს და საერთოდ ყველაფერი. მან იცის, ის არის შემქმნელი, რასაც ცდილობენ უკვდავების ელექსირის შექმნას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თქვათ და ადამიანმა გაიკეთა ეს პროცედურა. თქვათ არა, გაიკეთებს ბევრი, ყველა. გადაპროგრამირდა გენეტიკურად, გაუთიშეს ღმერთთან კავშირი, ჰიპოფიზი დაუპატარავდეს. დამორჩილებადი გახადეს გენეტიკურად, მთელი ბუკეტი გადაცეს პროტოკოლების. ახალგაზრდობა მიცეს, მაგრამ წაართვეს თავისუფლება და ღმერთთან კავშირი და ყველაფერი. ადამიანი, რომელიც ამოწურავს დედამიწისეული ცხოვრების კვანტს, ის გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ღმერთთან კავშირი აღარ ექნება და თან ის უნდა გარდაცვლილიყო კონკრეტულ მომენტში, რომ გაიგრძელებია სულის გზა. ანუ სული ვეღარ აგრძელებს გზა,
შლას და ფაქტობრივად უკვდავების პროცედურით სულებს ჭედავენ დედამიწაზე. სულებს გაჭედავენ დედამიწაზე. ესმე, მაგრამ ვინც ამ პროცედურას დათანხმდება, ის ავტომატურად ჯოჯოხეთში მოხვდება. ეხლა ალბათ ვიღაც იტყვის, აუ ეს რა ფანატიკურ რაღაცებს ლაპარაკობს, აგიხსნი, რატომ მოხვდება ჯოჯოხეთში? რადგან ადამიანი, რომელიც დათანხმდება მასეთ რაღაცას, ის არღვევს უფლის პირველ პროტოკოლს და პირველი პროტოკოლის დარღვევა კი არა. დაცემულმა ანგელოზებმა მე-19 პროტოკოლი დაარღვიეს, მე-19 საშიშროების პროტოკოლი და შენ თუ პირველ საშიშროების პროტოკოლს დაარღვევ, წასულია შენი საქმე. რატო? აგიხსნი. დაცემული ანგელოზები ღვთისშვილებმა, რომლებმაც ცოლად მოიყვანეს ადამიანები, მათ დაარღვიეს მე-10 და მე-19 ხარისხოვანი სამყაროს კანონი და შეჯვარდნენ, ესე ვთქვათ, ადამიანებთან და სამყაროს კანონების დარღვევის გამო. რაც უფალმა უკრძალა, უფალი რაღაცას იმიტომ კი არ გიგრძალავს, რომ დილი ხორი აქვს. იმიტომ გიგრძალავს, რომ ეს იწვევს თლიანი სიცოცხლის შლას. სამყაროს კანონების დარღვევა იმიტომ არ შეიძლება, რომ ეს იწვევს სიცოცხლის შლას. და როგორც კი ეს დაცემულმა ანგელოზებმა გააკეთეს, მათ გაუჩნდათ დევები, დიდიშვილები და ერთმანეთის ჭამა დაიწყეს ბოლოს. ბოლოს ისეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო, უფალი იძულებული გახდა დაეტბორა დედამიწა, რადგან ერთმანეთის ჭამა დაიწყეს, საკვები ამოილია, გიგანტები იყვნენ, იმდენად დიდი იყვნენ, რომ რესურსები აღარ ყოფნიდა. სამყაროს კანონი დაარღვიეს. და ნახე, იმ დაცემულმა ანგელოზებმა დაარღვიეს 1 ქულის მექანიკა და შენ არღვევ 1000 ქულის მექანიკას, ღმერთის მიერ შექმნილ სიცოცხლეს გარდაქმნი და უკვდავს ხდი სხეულს და სულს ჭედავ დედამიწაზე. ანუ მასეთი კანონის დარღვევის შედეგად შენ დაცემულ ანგელოზებზე დიდი ვალი გედება და საერთოდ რა სამოთხეში მოხვდები კი არა, ქვემოთ მოხვდები პირდაპირ. ამის გამო დიდ კანონს არღვევ ამით, რადგან პირდაპირ უფლის ქმნადობაში არევინებ თავს ბნელებს, იმ მეცნიერებს. მასეთი რამე ვერ შეძლეს დაცემულმა ანგელოზებმა, რასაც ესენი გთავაზობენ და შემოგთავაზებენ. მე პირადად არ მინდა უკვდავება დედამიწაზე. მართლა არ მინდა. ადრე უიმე როგორ არა, ვაიმე მომეცით უკვდავება. არ მინდა, ეხლა რომ ვაცნობიერებ, არ მინდა მე დედამიწაზე გავიჭედო. იქ არის ნამდვილი სამყარო ზემოთ. აქ რა შეგრძნებებშიც ხარ და რა შეგრძნებების დიაპაზონიც გააქვთ, ეს იმდენად სისულელეა შეგრძნებებში და ყველაფერში, რომ ვერ წარმოიდგენთ. იქ არის ნამდვილი შეგრძნებები, ნამდვილი სამყარო, ყველაფერი ზემოთ. ნამდვილი ის არის, ის გაჩვენეს, რომ ზღაპარია და აქ დაგაჯერეს, რომ რეალობაა. ეს რეალობაა, მაგრამ ჩვენ საყთან შედარებით ეს არის სიზმარი და შეზღუდული ძალიან. უბრალოდ დაგაჯერეს. შექსვეს ფულზე, შექსვეს ამ დიდებაზე, ამ რაღაც ყველაფერზე შექსვეს და გგონია ეს არის კი არა, ეს არის სისულელე, დედამიწის ცხოვრება. გაიგე? არ არის ეს შენი ნამდვილი სახლი. ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ამ აცრებს, ამ ყველა ანტიქრისტეს ბეჭდებს, უკვდავების ბრჭყალებში ვითომ ელექსირს, ისინი დაარღვევენ უფლის უდიდეს კანონს, რის გამოც დაისჯებიან. გესმით? დაისჯებიან არა უფლის მიერ, არამედ იმით, რომ უფალს მოშორდებიან, უფალს დაკარგავენ. ამ სამყაროში უფალი კი არ სჭის. შენ რაღაც ცუდ მოქმედებას რომ აკეთებ, უფალს კარგავ, უფალთან კავშირს კარგავ და უფალთან კავშირის დაკარგვა არის უდიდესი სასჯელი. ეს არის სასჯელი კავშირს რომ წვეთ შენს მამასთან, რომელიც კვებავს სიცოცხლით და უკავშირდები ავტომატურად ბნელს. შენ თავად აძლევ უფლებას ბნელს, რომ უფლის ქმნილი გარდაქმნას ბნელად თავის ხატად. იმიტომ რომ მაგ აცრებში და მაგ პროცედურებში ისეთი კოდებია ჩადებული, რომ გადაპროგრამირდები ღმერთთან კავშირს დაკარგავ და სატანასთან კავშირს გააძლიერებ. შენ დაუშვებ ამას შენინებით. იგივე ხდება ფულთან მიმართებაში, ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში, ნეიროლინკთან მიმართებაში და ყველაფერთან მიმართებაში. ღმერთთან კავშირს წვეთს და ბნელთან კავშირს ამყარებს. ყველა ამ მოქმედებებით. ესენია ანტიქრისტეს ბეჭდები, ბეჭდებია და არა ბეჭედი. და ყველაფერს მივყავართ ერთამდე, ანტიქრისტემდე. ანუ ყველაფერია ეს გარეგნული მდგომარეობები, შეფასებები, ფული, გარეგნობა, სოციალური ქსელები, სადაც ადამიანი გარეგნობას უფრო ანიჭებს მნიშვნელობას, ვიდრე შინაგან ბედნიერებას და ყველაფერი ეს და ყველაფერი ამას მიყავხართ ანტიქრისტეს მოწონებამდე, საბოლოოდ, მდგომარეობამდე. ვეღარ განარჩევთ. აი სულიერებაშიც იგივე ხდება. გაჩვევენ კოშმარ სულიერ ბრჭყალებში მოღვაწეებს. ამას გასწავლიან. ყველგან გასწავლიან ანტიქრისტე როგორ მიიღო გემრიელად. ყველაფერში. მაგ თემებზე საუბრები მაქვს ახსნილი როგორ ხდება ეს. ეხლა შეიძლება ვიღაცებს გაუჩნდეთ აზრი. გიორგი, შენ რომ ნეიროლინკი თავში ჩაიდო, წარმოიდგინე რა გენიალურ ცოდნებს დადებ. ვერაფერს ვერ დავდებ. იმას დავდებ, რომელიც მოგწამლავს. ნეიროლინკი
ლინკი ვისაც ექნება, TikTokeri იქნება, YouTuberi იქნება, თუ YouTuberi თუ MouTuberi, ვისაც ნეიროლინკი ექნება, ის იქნება შენი მტერი, გაუცნობიერებლად. ის ისეთ რაღაცებს დაგელაპარაკება, რასაც მასკი ეტყვის, საერთო პროტოკოლებში რასაც გაცემს. უფალთან როგორ არის? უფალთან არის სრული თავისუფლება, სიყვარულში. ბნელთან როგორ არის? სატანა ერთ ბრძანებას რომ გაცემს, ყველა მის დამქაში გადადის ეს ბრძანება და ყველა ამ ბრძანებას ასრულებს. მონათა იერარქია და ნახე, ნეიროლინკთან იგივე არის. მასკი უბრალოდ ორ სიტყვას ჩაწერს საწყის კოდში, რომ დღეს მინდა ადამიანები დამორჩილებადი იყვნენ, რადგან რომელიღაც პოლიტიკოსი ჩემი ძმაკაცია და რაღაცა დააშავა. ან ბავშვების ჭამა დაიწყო, ან რაღაცები გააკეთა და უფრო მშვიდი გამიხადე დღეს. გაცა ბრძანება მთავარმა ბოსმა და ყველა ნეიროლინკის მქონე ადამიანს მიუვიდა ეს ქვეცნობიერში და დამშვიდდა ნეიროლინკმა შესაბამისი ჰორმონები გამოყო ორგანიზმში, დამამშვიდებელი და ამშვიდდა ესეც გაჩერდა, გადებილდა, მოდუნდა. აღარ აქვს პროტესტი, აღარ აქვს სურვილი იბრძოლოს, აღარ აქვს სურვილი ამოიღოს ხმა ღმერთის, აღარ აქვს სურვილი, აღარ აქვს. ამიტომ მე რაც არ უნდა ღვთიური ვიყო, მე თუ ნეიროლინკს ჩავიდებ, მე ვეღარ ვიქნები ის გიორგი, მე ვიქნები მასკის მეცხრემონის მონა და მასკიც მეცხრემონის მონაა, მის უკან რაც დგას, ისინი არიან მთავრები და ყველა ესენი, ვინც არიან, მეცხრემონის მონები არიან. ესენი ფასადები არიან უბრალოდ. გიორგი, შენ რომ უკვდავი გახდე, წარმოიდგინე რამდენ გენიალობებს გააკეთებ, თუნდაც ნეიროლინკი არ ჩავიდგა. ვერაფერსაც ვერ ვიზა. როგორც კი მაგას გავაკეთებ, ღმერთთან კავშირი გამიწყდება. და ღმერთთან კავშირი როგორც კი გამიწყდება, მე ამას ვეღარ გეტყვით. ამას მე არ გელაპარაკებით, ხალხო. ამ ცოდნებს მე არ გაძლევთ. ღმერთი გაძლევთ. მეც ღმერთი მაძლევს. მეკითხებიან, განათლება რა გაქვსო? არანაირი განათლება არ მაქვს სულიერებაში, ოფიციალურ. და ხალხი მეუბნება, წმინდა მამების საუბრებს საუბრობ. წმინდა მამებს კარგად არ ვიცნობ, ბიბლიას კარგად არ ვიცნობ. საკითხვა კი არ არის ბიბლიის ცოდნა. ბიბლიის ცოდნა არის გადაშიფრვა. ესე არ ვიცნობ, გადაშიფრვით. მე სხვა რაღაცას ვიცნობ. გესმით? სხვა ცოდნა მაქვს. გამოცდილების, პრაქტიკის და მოქმედების ცოდნა მაქვს. მაგრამ წმინდა მამების ცოდნებს რომ მკითხულობ, ყველაფერს რომ ვეცნობი, მე უკვე მაგაზე ნაშრომები ჩაწერილი მაქვს და ერთ-ერთში ჯდება მათთან. რატომ? ერთ-ერთში ჯდება წმინდა მამების ცოდნები ჩემს ცოდნებთან, ბიბლიასთან, ღმერთთან. რატომ? იმიტომ რომ მე ამას არ ვაკეთებ. მე უბრალოდ ვატარებ ამ ცოდნას. გამტარი ვარ ამ ცოდნის, გადმომცემი ამ ცოდნის, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და ნახეთ, ღმერთი აკეთებს ამას. და რომ ეკითხებია განათლება რა გაქვს, ერთი წიგნი მაქვს სულიერებაში წაკითხული, ეზოთერიული. ისიც არაფერი განსაკუთრებული წიგნები მაქვს სახლში, ნაყიდი ყველა, მაგრამ ჯერ არ ვკითხულობ. მე მინდა გავხდე ნამდვილი, რეალური კვლევების შედეგად, ამ ყველა დაკვირვების შედეგად, ათობით და ოცობით ადამიანის მოსმენა ყოველ დღე და აქედან რეალობის და ჭეშმარიტების გამოტანა და უფლიდან, რა თქმა უნდა. და ამიტომაც არის გამთლიანებაში ის ცოდნები, რომელსაც ვერც ChatGPT-ში წაიკითხავ, ვერც წიგნიდან ამოიკითხავ, ვერცად ვერ გაიგებ. უნიკალურია, იმიტომ რომ რეალობიდან ამოღებულია და თან ღმერთის მიერ გახსნილი ცოდნებია. იმიტომ რომ ადამიანების დახმარებისთვის ვაკეთებ ამას. მთელი წახნაგია და ნახეთ, ეს მე აღარ ვიქნები. მე რომ ეხლა უკვდავი ვიყო, ვიცოცხლებ 1000 წელი, ვიქნები ჭკვიანი, მაგრამ თქვენთვის ვიქნები საშიში. რატომ? როგორც კი მე ღმერთთან კავშირს შევწყვეტ, ავტომატურად ვიზამ ამას, როგორც კი დავარღვევ ღვთიურ კანონს. თუ გავიკეთებ ამ პროცედურას, უკვე დავარღვევ უფლის თავარ კანონს. ჩავერევი მის ქმნადობაში. გააწყდება ჩვენ შორის კავშირი. მე იძულებული გავხდები ChatGPT-ს მიმართო. თქვენი აზრით ესენი ChatGPT-ს რატომ მიმართავენ? ღმერთთან ვერ არიან თავისი მოქმედებებით, მდგომარეობით და ChatGPT-ს მიაკითხეს და ChatGPT-ით გელაპარაკებიან. ამიტომ და არც ეს მიშველი გაახალგაზრდავებაც არ მოგცემთ შედეგს. არ ვიქნები მე გენიალური. მე ვიქნები შხამი თქვენთვის. ამიტომ მასეთ რაღაცას არ დავთანხმდები. რატომ? იმიტომ რომ მე სახლში მინდა და სახლში უნდა წავიდე და უფალს უნდა ვუსმენდე და მხოლოდ ესე გადავრჩები. რადგან ვიცი, ნახე, მე მინდა კი არა, ვიცი. იცი რა არის ვიცი? ვიცი რა არის მთავარი. ვიცი სად არის ჩემი ნამდვილი სახლი. ვიცი. თავარია თქვენს გაერკვიოთ ამაში. და ნამდვილი სახლი არ გადაცვალოთ ილუზია სახლში. რატო ქვია ბეჭედი მაინც და მაინც? იმიტომ რომ შენ გედება დამღა, როგორც ცხოველს ედება დამღა მფლობელობის. ბეჭედი არის მფლობელობის დამღა, რომ გფლობს სატანა. რატომ არ არსებობს უფლის ბეჭედი გადევს? არა, უფლის მირონი უცხია. რატომ ითქმის ესე? იმიტომ რომ უფალთან არის თავისუფლება, სიყვარული და ყველაფერი, რაც შენ გჭირდება და რაზეც ოცნებობ. და ბნელთან არის დამღა, ბეჭედი, როგორც ფერმაში დანიშნო საკუთრება. აქ გავიგეთ რატომ ქვია ბეჭედი. ბეჭედი არის მფლობელობა, მონობა. ეხლა როგორ
როგორ უნდა გავარჩიოთ ანტიქრისტეს ბეჭედი, რომელია და რომელი არ არის. მარტივად იცნობთ ანტიქრისტეს ბეჭედს. ყველაფერი, რაც მიწიერში რაღაცას კპირდება, წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. კპირდება უსასრულო სიცოცხლეს დედამიწაზე, ანტიქრისტეს ბეჭედია. კპირდება ნეიროლინკით ჭკვიანი გახდე მიწიერში, ბეჭედია. ფულით კპირდება დიდებას, ბეჭედია. ფიზიკურში რასაც კპირდება, ის არის ანტიქრისტეს ბეჭედი. ღმერთის არის ის, რასაც ზემოთ კპირდება, შენს ნამდვილ სახლში. ხოლო ვინც აქ კპირდება და აქ გაჩერებს და ეუბნება რომ აქ დარჩი, ეს ქენი, ამას მოგცემ, იმას მოგცემ, ის არის ანტიქრისტეს ბეჭედი. მიწიერი შემოთავაზებები რომ აქვს. მარტივად გეტყვი, ფიზიკურს ვინც კპირდება, ანტიქრისტეს ბეჭედია. სულიერს ვინც კპირდება, ღმერთის ხმა. და გააცნობიერე ერთხელ და სამუდამოდ, ეს არ არის შენი სახლი, შენი ადგილი, შენი ჭეშმარიტი ადგილი არის უფალთან, ზემოთ სახლში. ესენი ყველანი გელაპარაკებიან დედამიწაზე გაჭედვაზე. დედამიწაზე რომ გაიჭედო, ფულით, დაჩიპვით, მიწიერი უკვდავებით, ყველაფერ ამით. მაგრამ პრობლემა არ არის, ხო? კარგი, მე გადავწყვიტე დედამიწაზე მინდა და იქ არ მინდა, ვთქვათ. პრობლემა აქ არის ის, რომ დედამიწაზე მონობას გთავაზობს. მონობა, იცი როგორია? შენ გონია მონობა ფილმებში რომ ხდება ისეთია? მონობა არის ის, რომ რასაც უნდა, როგორც უნდა, ისე გიზამს. აღარ ცხოვრობ შენ, აღარ ხარ სიცოცხლის მატარებელი, შენ ხარ მონის მატარებელი. და მომიტევე, მონობა გირჩევნია უფალთან ყოფნას? ანუ სატანას ენდობი, რომ შენზე იზრუნებს და გაგიფრთხილდება, რომელმაც შენს გამო დაეცა. ღმერთს რომ ეკამათა კი არა, იმდენად ვერ გიტანს შენ, რომ შენს გამო თქვა ვარი ღვთიურობაზე, შენს გამო, როგორც ადამიანის გამო. იმდენად ვერ გიტანს და მისი მონა გინდა გახდე და უფალს ისე უყვარხარ, რომ შენს გამო ჩამოვიდა დედამიწაზე და ჯვარზე გაეკრა. და ბნელს ისე არ უყვარხარ, რომ შენს გამო უფლის გვერდით ყოფნაზე ვარი თქვა, იმდენად სულხარ. გააცნობიერე, იმდენად სულხარ შენ, რომ წამოვიდა უფლის დიდებული სახლიდან და დაეცა. იმდენად ვერ გიტანს და მისი მონა გინდა იყო? შენ ან ფსიქოპატი ხარ, მომიტევე? ან რაღაცაშიას, ან ვერ ხვდები რა ხდება. ამიტომ გააცნობიერე რა ხდება, ეწიე ღვთიურს და მიდი ღმერთთან. ღმერთი გადაგარჩენს მხოლოდ. მონახაზი რომ გავაკეთო, ანტიქრისტეს ბეჭედი არის ძალიან ბევრი და ამ პატარ-პატარა ანტიქრისტეს ბეჭდებს რომ მიიღებს ადამიანი, იმ დიდს მთავრებს ისე მიიღებს, რომ ვეღარც კი მიხვდება ვერაფერს, რომ ცუცხრა არ ქნაო, მაინც მიიღებს, რადგან უკვე მიღებული აქვს დიდი ხნის წინ პატარ-პატარა ბეჭდებით. შენ თუ ეს პატარ-პატარა ბეჭდები მიღებული გაქვს, შენ უკვე ის მთავარი ბეჭედი მიღებული გაქვს, უბრალოდ ჯერ არ იცი. ეს მექანიკა კარგად მაქვს ახსნილი ნაშრომ წვრილმანებში იმარჯვებ და მარცხდები. საიდუმლო მექანიკა ესე ქვია. იქ ახსნილია, რომ ბნელი პატარ-პატარა ცოდვებს გიგროვებს და ერთიანობაში დიდი ცოდვა გიგროვდება და რაღაც სულელურ ცოდვაზე ნერვიულობ, რომელიც ერთხელ გააკეთე წელიწადში და ათასობით და ტონობით ცოდა რომელიც დაგიგროვდა, იმაზე არ ფიქრობ. აქაც იგივე სისტემა. ბეჭდები არის ბევრი და ამ ბეჭდების რაოდენობა განგისაზღვრავს ბოლო ჟამის დროს სად ხარ და რა წინააღმდეგობით ან შეეწინააღმდეგები ამას, ან არ შეეწინააღმდეგები, ვერ შეძლებ. და უბრალოდ პირდაპირ მიიღებ, რადგან უკვე მიღებული გაქვს იმ წვრილმანებით და დაქვემდებარება გაქვს უკვე და ვეღარ ეწინააღმდეგები. დაგაფიქროს იმ ბეჭდებმა, რომელიც უკვე მიღებული გაქვს და მნიშვნელობას არ ანიჭებ, რომელიც წინ გიდებს გადაწყვეტილებას. და ყველა ეს პატარ-პატარა ბეჭდები უფალთან განდგომა. და ეხლა კითხვა დასვი, რამდენ რაღაცაში განუდექი უფალს? მრიცხანებაში, შურში, ფულში, დიდებაში, იმაში, ამაში და მიხვდები რამდენი ბეჭედია შენში და ის მაინც გააკეთე, რომ მაქსიმალურად შეამცირო შენს თავში ამ ბეჭდების რაოდენობა, რამდენსაც დაიტევ უფალს მაქსიმალურად დაიტიე, რომ ეს ბეჭდები განაძევო შენგან, იმიტომ რომ ეს დაგჭირდება წინ, რაც მოდის. თუ დააკვირდით, ყველა გეუბნებათ ერთ ბეჭედზე და არავის არ უთქვამს ეს თქვენთვის, რაც მე დღეს გითხარით, იმიტომ რომ ეს არის დიდი საიდუმლო და მიიღე ეს საჩუქარი, ეს გაცნობიერება უფლის მადლი და ეწიე საწიებელს და მოიშორე ყველა ეს ანტიქრისტეს ბეჭდები, რომელსაც მნიშვნელობას არ ანიჭებ და გგონია რომ ეს არაფერი არ არის. ის არის, რომელსაც ვერ ამჩნევ და გგონია რომ არაფერი არ არის. იქიმალება. ამიტომ თუ ვერ იშორებ, შეასუსტე მაინც შენში ეს ანტიქრისტეს პატარ-პატარა ბეჭდები, რომ როცა მომენტი დადგება, ადვილად შეეწინააღმდეგო. თორემ ვერ შეეწინააღმდეგები. უბრალოდ იქნები
მონა, იმის მონა, რომელსაც ამ სამყაროში ყველაზე მეტად არ უყვარხარ და სძულხარ. ამიტომ ყველას გისურვებთ ღვთიურში იყოთ, უფალთან იყოთ, დაგლოცოთ უფალმა, დალოცვილები იყავით, დალოცვილი იყოს საქართველო. ამინ.